სტუმართან ერთად გავაგრძელებთ საუბარს პაატა ბურჭულაძე, მსოფლიო ბანის შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში, რომელიც ასევე აქტიურად არის ჩართული 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზებაში. ბატონო პაატა, მოგესალმებით. მოგესალმებით. გვინდა მოვისმინოთ თქვენი შეფასება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. აი ახლა მე მანქანაში ვზივარ, რა გავიგე ეს ამბავი და რა უნდა გითხრათ რა, მეტი გამოსავალი არ აქვს, მეტი რა უნდა ქნან, ხვდებიან რომ ვიც აღარ აქვს დაბლა და მთელი საქართველო მათ წინააღმდეგ არის და გადავიდნენ არცეთ რეპრესიებზე. ვერ გააჩერებენ ამ ტალღას, მაინც ვერ გააჩერებენ და ძალიან ჭკვიანურიაც მოიქცევიან თუ ეხლა დღესვე გამოვიშვებენ ლევანსაც და ბატონ მურთასაც და რა ვიცი, ნახოთ როგორ მოხდება. მე ირეკავს დღეს მთელი ახლა უცებ აი 15-20 წუთია რაც გავიგე ეს ამბავი, მთელი საქართველო რეკავს ჩემთან ტელეფონზე ისე რომ ნახოთ მე არ ვიცი. დიახ, რადგან თქვენც ხართ ორგანიზატორი 4 ოქტომბრის აქციის, ხომ არ ელოდებით რომ თქვენ მიმართაც გარკვეული ღონისძიებები გაატარონ? ამათ ხო თავში რა მოვათ არ ვიცი, თუ მოვათ დამიჭერენ ახლა რა უნდა ჩემ დაჭერას არაფერი არ უნდა ალბათ არა. მოვლენ და დამიჭერენ რა სამართლებოდი რამე ჭირდება თუ რა არაფერი არ ჭირდებათ. უბრალოდ მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და არ უნდა გიყვარდეს, უნდა გიყვარდეს ისეთი ქვეყანა როგორც უნდა ბიძინა ივანიშვილს და გამორიცხულია ბატონო, ესეთი რამე არ მოხდება საქართველოში. მე კი დაჭერილი ვიყო, გინ დამოჭერილი ვიყო, რაც კიდათ ის მომის, მაგრამ ისეთი ქვეყანა როგორც მას უნდა საქართველოს ხალხი მოსახლეობა არ დაუშვებს. ისე რომ ისჭერონ ხალხი ვიც უნდათ, ყველას ვერ დაგვიჭერენ და თვითონაც ძალიან ცოტა ეკნებათ საქმე. ბატონო პაატა, როგორ გაგრძელდება მზადება, ვიდრე თქვენ ხართ თავისუფალი, იმედი არაფერი მოხდება თქვენთან დაკავშირებით, როგორ გაგრძელდება მზადება 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით, რამდენად შეუშლის ხელს ლევან ხაბეიშვილის დაკავება, თქვენ რამდენად დარჩებით ისევ აქტიური ამის ორგანიზებაში? და მზადება ისე გაგრძელდება როგორც იყო, არაფერი არ დაკლდება მას, რა თქმა უნდა ხა ლევანის არ ყოფნა ძალიან დაეწყობა ამას, იმიტომ ლევანი ძალიან აქტიური ადამიანია, ასევე თუ მურთაზოდელოც თუ დაიჭირეს ესე დააკდებენ, ყველა დაკავებული ადამიანის დააკდება, მაგრამ ეს მეორე მხრივ მაგალითია ადამიანებისთვის, რომ ესენი გასაჩერებლები არ არიან ერთი წუთითაც. 4 ოქტომბრამდეც არ არიან გასაჩერებლები. 4 ოქტომბერს იყო ძალიან კაი მომზადებული წყნარად, შვიდად და გავგეკეთებინა ეს ყველაფერი არავით არის იმის გარეშე, შეტაკების გარეშე. მაგრამ ეხლა რა მოხდება უკვე არ ვიცი მე. აბა ნახოთ ეხლა. აი ამათ მაგალითი მოყავთ, ისე მიყავთ საქმე, რომ ღმერთმა რაქრას, როგორც ნეპალში ხდება, ისე მოხდეს აქაც. ამიტომ აი ეს როგორმე უნდა თავიდან თავით ილუსტრდეს. თორე შეიძლება ეგეთ რამეც მოხდეს. და რას გეუბნებათ მეთოდები დაკავების, როგორც მოხდა ეს ყველაფერი ასე მოულოდნელად, მას ადვოკატის დასწრების საშუალებაც კი არ მისცეს, ისიც არ წაუკითხეს ხო განჩინების ფურცელი, რაც ჰქონდათ იქ მიტანილი. აი არ ვიცი მე, იმიტომ რომ თქვენგან მესმის ეხა პირველად მე ეს, იმიტომ ეს საერთოდ კურსში არ ვიყავი, უბრალოდ ატყდა ტელეფონის ზარები და ყოველწუთში მერეკამი რაშები როგორ ახარ, შენ სად ახარ, ასაკეთებ, აქ მოდი ის გააკეთე. რა ვიცი, ყველანაირად მე აი ამაზე ვარ. ეხლა აი სახში მივდივარ, ეს თუნდაც შევიდე, არ ვიცი საერთოდ პაატა ბურჭულაძე სამწუხარო ტექნიკური ხარვეზია. იფიშება, იმიტომ ძალიან ბევრი ხალხი რეკავს ეხლა ტელეფონზე და ამიტომაც ესეა. ოდის ვიხდი რომ ხაზი იმას შევახოლმე დება. კი ბატონო, ალბათ ხომ დაგეგმავთ შემდეგ ქმედებებს უფრო დეტალურად შემდეგ გახდება ცნობილი. დიდი მადლობა ჩართვისთვის პაატა ბურჭულაძე. მადლობა თქვენ. გვერდებოდა პირდაპირ ეთერში, ის არის 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორი.